უფროსების და განსაკუთრებით მშობლების მიერ ბავშვისთვის ნათქვამი სიტყვები რეალურად იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ბავშვებს შეიძლება ესმოდეთ ისეთი ფრაზები, რომელთაც უფროსები მათ ადარებენ სხვებს, შეიძლება ეს იყოს თანატოლები ან მათ შორის მათი სხვა დედმამიშვილი ან და-ძმა. ამ შემთხვევაში მშობლების მიზანი შეიძლება იყოს ბავშვის მოტივირება ან წახალისება, თუმცა რეალურად სრულად საპირისპირო შედეგს ვიღებთ და ბავშვის სხვებთან შედარება უარყოფითად აისახება მის თვითშეფასებაზე და ემოციურ კეთილდღეობაზე. რა განვიხილოთ რამდენიმე უარყოფითი ეფექტი, რაც შეიძლება რომ ბავშვის სხვებთან შედარებას ჰქონდეს, პირველ რიგში აუცილებელია ვახსენოთ თვითშეფასება. როდესაც მშობელი გამუდმებით სხვას ადარებს ბავშვს, ამ შემთხვევაში ბავშვი შეიძლება ფიქრობდეს, რომ იგი არ არის საკმარისად კარგი და რომ ისი ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აჯობებს სხვას ან რამდენად იქნება სხვისნაირი. მათ უყალიბდება წარმოდგენა, რომ ისინი მანამ ვერ იქნებიან საკმარისად კარგები, სანამ არ დააკმაყოფილებენ უფროსების მიერ წაყენებულ მოთხოვნებს და პირობებს. გრძელვადიან ამ პერსპექტივაში ეს უარყოფითად აისახება როგორც უკვე ვთქვით ბავშვის თვითშეფასებაზე და შეიძლება გამოიწვიოს სირთულეები ცხოვრების ისეთ ასპექტებში, როგორც არის ინტერპერსონალური ურთიერთობები, აკადემიური ცხოვრება, კარიერული განვითარება ან ზოგადად ცხოვრების ხარისხი. გარდა ამისა, ბავშვის სხვებთან შედარებამ შეიძლება ბავშვში გამოიწვიოს ისეთი ნეგატიური ემოციები, როგორც არის წყენა, ბრაზი ან აგრესია. მშობლის მიმართ, ან უფროსის მიმართ, რომელიც ბავშვს გამუდმებით სხვას ადარებს, ან იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ბავშვს ადარებენ. მშობელთან მიმართებით აგრესია შეიძლება გამოიხატოს ისეთი ფრაზებით, რომ იგი ვერასდროს ვერ აფასებს ბავშვის გაწეულ ძალისხმევას და მას არასდროს არ მოსწონს ბავშვის შესრულებული ნებისმიერი რამ. ხოლო ის ადამიანი, რომელსაც ბავშვს ადარებენ, იქცევა წარმატების არაობიექტურ საზომად, რომელიც მიმართაც ბრაზი ან წყენა შეიძლება გამოხატული იყოს ისეთი ფიქრებით, რომ მისი ბრალია პირობითად ის ფაქტი, რომ დედას არასდროს არ მოსწონს ბავშვის შესრულებული დავალებები და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ეს იწვევს კონფლიქტს და დაძაბულობას, როგორც ოჯახის სივრცეში, ასევე ოჯახის მიღმა სოციალურ ურთიერთობებში. ამისა, ბავშვის სხვებთან შედარება გავლენას ახდენს მის პიროვნულ თვისებებზეც. მაგალითად, როცა ბავშვს გამუდმებით სხვის ფონზე ვაფასებთ, იგი შეიძლება ჩამოყალიბდეს ძალიან მეტად კონკურენტულ და შეუწყნარებელ პიროვნებას. საბოლოოდ, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვი აფასებდეს საკუთარ ძლიერ მხარეებს და ამასთანავე აღიარებდეს სხვების მიღწევებს, იგი სხვების ახმას იწყებს როგორც მოწინააღმდეგეებად და კონკურენტებად ყველანაირ სიტუაციაში. მათ შორის ისეთ სიტუაციებში, სადაც მნიშვნელოვანი არის ერთობლივი მუშაობა და ერთობლივი ძალისხმევა. გარდა ამისა, ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვეს, უკავშირდება დანებების გაზრდილ ალბათობას. როცა ბავშვი გრძნობს, რომ რამდენიც არ უნდა იშრომოს, მისი ძალისხმევა არასდროს არ იქნება სათანადოდ დაფასებული უფროსების მხრიდან და ასევე ის, რომ უფროსებისთვის იგი არასდროს არ იქნება სხვასავით კარგი, საბოლოო ჯამში ბავშვი შეიძლება აფიქრებინებდეს იმას, რომ ის არანაირ ცდილობას აზრი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ბავშვები თავს არდებენ გამოწვევებს და უარს ამბობენ ახალი გამოცდილებების დაგროვებას. ბავშვის მუდმივი სხვებთან შედარება ბავშვს ასწავლის, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეაფასოს წარუმატებლობის ჭრილში და ამ შემთხვევაში ყურადღების მიღმა გვხვდება ის ფაქტი, რომ ცხოვრებაში შედეგზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ასევე არის ახალი გამოცდილებების დაგროვება და უშუალოდ პროცესი. ამასთანავე, ბავშვის სხვასთან შედარება ქმნის არასწორ სტანდარტს. კერძოდ, ის ადამიანი, ვისაც ბავშვს ვადარებთ, იქცევა წარმატების არაობიექტურ საზომად, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება რომ რეალობას აცდენილი იყოს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა ჩვენგანს და მათ შორის ბავშვებს აქვს განსხვავებული განვითარების ტემპი, ინტელექტუალური შესაძლებლობები და უნარჩვები. საბოლოო ჯამში, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვი ფოკუსირებული იყოს საკუთარ პროგრესზე, იგი გადართულია იმაზე, რომ გამართლოს უფროსის მოლოდინები და მოერგოს ან დაეწიოს სხვის დონეს. როგორც უკვე ვახსენეთ, ეს ყველაფერი ხელს უშლის მას საკუთარ რეალისტურ მიზნებზე ფოკუსირებაში და საკუთარი უნარჩვევების განვითარებასა და გამოვლინებაში. ბავშვის მოტივაციის გაზრდა და წახალისება შედარების ნაცვლად შეგვიძლია სხვადასხვა გზებით. მაგალითად, შეგვიძლია რომ ყურადღება გავამახვილოთ მის პირად პროგრესზე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ერთადერთი პიროვნება, ვისაც იგი შეიძლება შედარდეს, არის არა სხვა ადამიანი, არამედ თავად ბავშვი. მას უნდა ვაჩვენოთ, თუ რა გზა გაიარა და რა პროგრესი მიაღწია კონკრეტული დროის განმავლობაში. მაგალითად, შეგვიძლია ხაზი გავუსვათ იმას, რომ რაღაც ახლა უკეთ გამოსდის, ვიდრე პირობითად რამდენიმე თვის წინ გამოსდიოდა. დავუშვათ ის, რომ ახლა უფრო სწრაფად და მარტივად ანგარიშობს, ვიდრე 2 თვის წინ.
ამდენად, აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ მის პირად განვითარებაზე. მნიშვნელოვანია ასევე ყურადღება გავამახვილოთ ბავშვის შესაძლებლობებზე. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ყველა მათგანს აქვს საკუთარი ძლიერი მხარეები. აუცილებელია, რომ მშობელმა ხაზი გაუსვას ბავშვის ამ შესაძლებლობებს ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს მათემატიკური უნარჩვევები, მხატვრობა, მუსიკა თუ ასე შემდეგ. აღნიშნული ქცევით, მშობელი ბავშვს დაეხმარება, რომ თავი უფრო კომპეტენტურად აღიქვას, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მის თვითშეფასებაზე და მოტივაციაზე. არსებითია შევაქოთ არა მხოლოდ შედეგი, არამედ ძალისხმევაც. როცა ყურადღებას ვამახვილებთ პროცესზე და არა მხოლოდ შედეგზე, ბავშვი სწავლობს, რომ ძალისხმევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხვის შედეგთან შედარება. როცა მშობელი აქცენტს აკეთებს ბავშვის ძალისხმევაზე, ბავშვი თავს დაფასებულად გრძნობს, რადგან მისი მცდელობა არ დარჩა შეუმჩნეველი. ასევე მნიშვნელოვანია შევქმნათ უსაფრთხო გარემო, სადაც ბავშვს არ შეეშინდება კრიტიკისა და შეცდომების დაშვების. კრიტიკა უფროსების მხრიდან აუცილებლად უნდა იყოს გამოხატული კონსტრუქციული გზით, იგი არ უნდა იყოს მიმართული პიროვნებაზე, მაგალითად, ცუდი გოგო ხარ ან ცუდი ბიჭი ხარ, არამედ უნდა მიემართებოდეს ქცევას, რომლის მოდიფიცირებაც გსურს. უსაფრთხო გარემოში ბავშვები მზად არიან მიიღონ ახალი გამოცდილებები და ისინი უკვე თავს აღარ არიდებენ გამოწვევებს. ამასთანავე არსებითია, რომ ბავშვებს დავეხმაროთ იმის გაცნობიერებაში, რომ შეცდომების დაშვება ეს არ არის ტრაგედია, არამედ შეცდომის დაშვება უნდა აღიქმებოდეს ახლის სწავლის შესაძლებლობად, რომელსაც უფროსის მხრიდან არ მოყვება ბრაზი, სასჯელი ან არაკონსტრუქციული კრიტიკა. ბავშვებთან საუბრისას უფროსებს ხშირად დავიწყებათ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ყველას განვითარების განსხვავებული ტემპი აქვთ, ყველას ფიზიკური და კოგნიტური შესაძლებლობები განსხვავდება ერთმანეთისგან და ასევე განსხვავდება ცხოვრებისეული პირობები. აქედან გამომდინარე, ბავშვების ერთმანეთთან შედარებისას მშობელი უგულებელ ყავს ზემოთ აღნიშნულ მნიშვნელოვან განსხვავებებს, რაც ხელს უშლის ბავშვს საკუთარი ინდივიდუალური შესაძლებლობების აღმოჩენასა და განვითარებაში. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვების ერთმანეთთან შედარება არა მხოლოდ ვერ ზრდის მოტივაციას, არამედ უარყოფითად აისახება ბავშვის თვითშეფასებაზე, ზრდის შფოთვას და ქმნის სირთულეებს სოციალურ ურთიერთობებში. მშობლის სიტყვები კი ბავშვისთვის დამატებითი სტრესორი და ხშირ შემთხვევაში შფოთვის წყარო ხდება. შედარება ბავშვს ასწავლის, რომ ყოველთვის არის ვიღაც, ვინც მასზე უკეთესია, რადგან შედარებისას აქცენტირება ხდება იმ ასპექტებზე, რაც ბავშვს ნაკლებად კარგად გამოსდის. ეს ბავშვს ხელს უშლის თავის ინდივიდუალურ და უნიკალურ შესაძლებლობებზე ფოკუსირებაში და იგი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ის ვერასდროს გახდება სხვებივით კარგი. ბავშვს უჩნდება წარუმატებლობის შიში, რასაც მივყავართ ინიციატივის ნაკლებობამდე. ამ შემთხვევაში ბავშვები თავს არიდებენ ახალ გამოწვევებს, რადგან შეიძლება, რომ მათ ვერ დააკმაყოფილონ მშობლის მიერ წაყენებული სტანდარტები და ვერ გაამართლონ უფროსების მოლოდინები. აქედან გამომდინარე, ბავშვისთვის მოტივაციის გაზრდის საუკეთესო გზა არა მისი სხვებთან შედარება, არამედ მისთვის ხარდამჭერი გარემოს შექმნა, მის განვითარებაზე ზრუნვა და მისი ძალისხმევის დაფასებაა.